სალამ მეგობრებო, ჩვენთან შეხვედრის ნანატრი დროც დადგა. მე მინდა დავიწყო გურულები რო გიჟები ვართ, ვიცით, მაგრამ ამ გოგონას ნამეტანი მოუვიდა, ესე იგი. დოლიძის ვიდეო არა გვაქვს, მაგრამ რამშულობა განაცხადა. დოლიძემ განაცხადა, ანა დოლიძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციიდან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. პირადად მე ვაკეთებ სულხან ორბელიანის საქმეს. როდესაც საქართველოს ხარდაჭერა სჭირდებოდა, ადამიანი დახმარების ათქმა ცხენით და ეთლით ჩავიდა და ასე რომ მეც ეგრე ცხენით და ეთლით რაც პრინციპში ერთ და იგივეა. ხო, აი ესეთი რაღაცები ჭირს გურულებს. მარტო გურულებსაც არა, მაგრამ რაღაც ჩვენ მორატორიუმი მქონდა, ხო? გოგოს. არა, მაგაზე არ მქონია. კი, მქონდა. რას ნაკავშირი მქონდა? იმიტომ რომ არაეთიკურები არ ვიყოთ და გარკვეული ტიპის მენტალური სნეულებები და ასე შემდეგ არ უნდა იყოს და მაშინ ჩატვირთვა არ გამიშვია. ანუ ესე იგი მას ელანდება რომ არის განსხეულება სულხან საბას. და წერს იგავებსაც, ხო, ამაზე მე მგონია რომ უფრო მეტზე შეგიძლიათ გაიციოთ კალბატონო. კაი, ტაბლიაშვილი დავიწყოთ მეგობრებო. ერთს მეორე მოყვება. ანუ არა გიჟით და სრულად ჯამთელი. ის კალებში, რა თქმა უნდა, ბოდიში არა კორექტულებში ძალიან ფიგურა ჯანზაღი, ძალიან გაწონასწორებული. რო განარჩიოთ აი უპრაგმატული. აი კონტრასტი რო ნახოთ რა განსხვავებული. აი რა ჭყიანი ფიგურა დავალებული. ჯიგარი. კი, ჩვენგან განსხვავებული აზრი, მაგრამ რა მნიშვნელობა უპრაგმატულესი და უსერიოზულესი, გავუშვით. დღის 5 საათისათვის მე დავტოვებ, არასრული 5 საათისათვის მე დავტოვებ არა მხოლოდ ამ სტუდიას, არამედ მთლიანად შენობასაც ჩავალ სახლში, რომელიც ამ სტუდიიდან 300-400 მეტრში მდებარეობს, ჩავალ ცოტა მოვისვენებ და ასე საღამოს 7-ისათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით რუსთაველის გამზირისაკენ დავიძრები, გავეშურები იქ 8:30-ისთვის მაქსიმუმ 8-თვის ვიქნები და ვივლი გაუთავებლად ვივლი მეთქი, ასე ვიტყვი გაუთავებლად ვივლი ხალხში თვისება მაქვს, ასეთ გათავისის. რაღაცა დეტალები გამომჩა ჰიგიენურ პროცედურებში. ძალიან დაწუნებით ყვება და რაღაცა გაუთავებლად ევასება რა, მე გავიგე მარტო აქ. ვაიმე, შენ მოგეცა. აი ნახეთ ხალხო დიპსტეიტო. ამ კაცის ცოდვა სად რაში ჩართ. ისე მაყურებლებს მინდა მიმართო, რომ რა რთული ბედი გვაქვს ჩვენ. ეს როგორ უნდა დააკომენტარო, ან უფრო სასაცილოდ, ან უფრო როგორ უნდა. აი რა კომენტარი შეიძლება გაქვს? ჩვენ ამ დონის კრეატივი ნიჭი ცოდნა არავის არ აქვს. ან მე იუმორში არა ვარ ყველაზე სუსტი ადამიანი საქართველოში, მაგრამ ამას მე ვერ მოვიგონებ. კავენის სცენარისტთა გუნდი ვერ მოიგონებს ამას, რომ ივლის გაუთავებლად და რა შუაშია შენობას რომელზეც დატოვებს, უნიტაზზე რომელზეც დაჯდება. აი რა შუაშია ეს აღწერა რა. მე დამაგდა რა შეჭამს ეგ რო არ თქვა. ცოტას დავფიშკავდები. რასაც ჭამს ხო იცით რა? დაიწყება რასაც ჭამს იმას შეჭამს. კაი. თინა ბოკუჩავას და ჰეგელიას კამათი მეგობრებო. აბა ნახოთ. როგორია ჰეგელი კამათში? აბა ნახოთ. ჰეგელი კი ვიცით როგორი იყო კამათში, მაგრამ ეს ჩვენი ჰეგელია. მეც მინდა მეკითხა ის როგორ ხდება გუშინ წინ მოღალატეს და გარიგებულს ეძახი ადამიანს და შემდეგ დღეს მოუწოდებ ერთობაში შესვლისკენ. აი ეგ როგორ ხდება ვინმე გამაგებინოს. თინა შეგიძლია ჩემოგვიერთოს ფოტოშოპს. გავერთიანდეთო და არ ვიცი ხა მოღალატესა და გარიგებულთან რატო და გაერთიანდეთ. მაშინ ჩამოყალიბდეთ. აღარ მიკეთია, მაგრამ ხო, მე მაყურებლისთვის მართლა მაყურებლისთვის საინტერესო იქნება საკრებულოში შესვლა არ შესვლა დღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა ლელოსთვის და რატომ? იმიტომ რომ შეუძლებელია პარტია გაუქმებული იყოს და ამ დროს წარმომადგენელი გეჯდეს ვითომ საკრებულოში. ამიტომ მართლა ადამიანს რომელთაც ბევრი მიმუშავია საერთაშორისო ასპარეზზე და ლელოში ბევრი სხვა ადამიანია, ვისაც პატივსცემ და მინდა რომ დემოკრატიული ბრძოლის ნაწილი იყოს, იმედი მაქვს რომ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღოს. ეს არის და ჯოდიში რომ შემოგეჭერით ეთერში და წავიღე გრიგოლის დრო. როსაც ეკრება დრო ანუ რა, მე უბრალოდ მაინტერესებს ცნობისათვის, ანუ პარტია უქმდება და ესენი მაინც შედიან იმაში?
საკრებულოში აქვს რაღაც ადგილები? ძალიან კრიპი ვიდეო იყო. ჰა? მე მეგონა რომ თინა როგორ დაადგებოდა ისე ცოტა ყურს რო აუც მასწავლებელი რო დაადგება ძველ დროს უფრო ხა აღარ არის სახაზარი უნდა გადაერთხა კეთილზე. ხო და ესეც ესე დახვდა რა ეს ხო ყველა მომენტში შეშინებულია და მაგიტო ისე რეალურად კაი კითხვა არის რა ხო არა მაგ მაინტერესებს პროცესები წარიმართება შემდეგ ანუ დაუშვათ საკონსტიტუციო სამართალი ბრძალა ეხა სხვათა შორის ძალიან კარგი რამის მონსტრენი ვართ. ესენი ხო არ აღიარებდნენ არც საკონსტიტუციო სასამართლოს, არც საერთოდ პარლამენტს, არც პრეზიდენტს და ეხა შეიტანეს სარჩელები ხალხო. ანუ ქართული ოცნების მიერ შეტანილი სარჩელი ცნეს კონსტიტუციურად და გაასაჩვირეს საკონსტიტუციო სასამართლოში. ანუ რა გამოდის? სარჩელი კონსტიტუციურია? ანუ მარტივი კითხვაა რა. თუ თქვენ არ ცნობთ ქართული ოცნების არც პარლამენტს, არც პრეზიდენტს, არც ადგილობრივ არჩევნებს. აბა ეს როგორ არის? რა არის civil disobedience არის? და რა თქვენ იცი? ჩვენო უცხოელებთან ჩავატარეთ კონსულტაციები და იმათმა გვირჩიეს რომ სტრასბურგში მიმართვამდეო ეს ამბებიც გაიარეთ და ესე იგი უცხოელებიც ცნობენ, ხო? რა თქმა უნდა. აბა რა გინდათ საერთოდ რა შეალიჭო? უცხო ცნობენ რა შევს კაცო ყველა ქვეყანა ოფიციალური ვიზიტებს ახორციელებს ჩვენს ოფიციალურ პირებთან და ალოკე გავუშვით, ალოკე. ვინც იძახდა რომ იცოდა რომ ასაძე როგორ შეცვლა ხელისუფლებას იმან ხო შეცვალა აი ხო იმან და არც გამოსულან და არც აუხსნიათ რა მოხდა სინამდვილეში რატო აჯერებდნენ ხალხს რატო აშტერებდნენ ხალხს არც აუხსნა არ გაინტერესებთ ეს კი ციხეშია ის ხალხი და არ მინდა ხელის გაშვება სულცირე ბოდიში მაგის გამო არ უნდა მოიხადო ხალხი რომ დაადებილეს და ეუნებოდნენ რომ ოღონდ თქვენ გამოდით და 8 საათზე წაგაიცნებო მე დაგეთანხმებით რომ ხალხი დაადებილდა კარგით რა აბა ხალხს უნდა და იმის დაჯერება რა ძალიან გინდა რომ ფიქრობდნენ რომ იქნება ამათმა მართლა იციან რაღაცა და ისინი აბა რა 8 საათზე შეიძლება ასეთი დარჩნენ რუსთაველზე ფეხმოუშვეს შესაბამი ეს უფრო მაინტერესებს ამ გოგონას პოზიცია რომ არ დაადებილესო შესეთ რომ ეთქვა რომ არ დაადებილეს და უკვე დებილები იყვნენო ეგ მე შეიძლება ეგ გულისხმო შეიძლება ეგ გულისხმო არა ნუ ეს არგუმენტად არ დადებილების არგუმენტად რა მოიყვანა დარჩნენ რუსთაველზე და რუსთაველს დარჩნენ სიდებილე იყოს ხო ერთ სიდებილეს მეორე დაუმატეს არ მართლა აი ამ შემთხვევაში ალოკე არის აბსოლუტურად ადეკვატური რომ მოვთხოვოთ პასუხი იმათ ვინც იმ დღესვე რევოლუციას პირდებოდა. ნუ რა თქმა უნდა ვერან ვერავის ვერ მოსთხოვს, მაგრამ მაინც და აი ერთელი ეს მედია რომლებიც ჩემი აზრით ნაცმედია გაცილებით უფრო რადიკალი იდიოტებისგან შედგება, ვიდრე ქუჩაში რომ დადიან და ყვირიან რაღაცებს. ჩემი აზრით. არანაკლები ყოველ შემთხვევაში. ხო, მანდაც ხო გააჩნია აქტორს, რომელი ქუჩის იმას ამბობს შენ მოსიარულეს. ისეთები არიან ზოგი მიმიქარავს, არა ეგეც არის კი ბატონო. ის ზომბი ვიდეო რო არის, ზომბი ვიდეო ნელ-ნელა რო შემოდის კი ბატონო. აბა გედევან ფოფხაძე რომელიც ჩიმშლობს, მე რამდენი დღეა არ ვიცი 152-ე? ეს შუბლით ტყვიაზე წასვლის მერე წავიდა იმაზე რომ ცხიმის წვაზეა, ხო გადასული? გავუშვით. ჩვენი ჯანმრთელობა რა საკითხავია მაშინ ქვეყანაში ესეთი რაც უკრაინის დროშა უკეთია შარფად ჯოხეთური მდგომარეობა იქმნება ყველა ხედავთ ვინ არის სადარდებელი ჩვენი სამშობლოა სადარდებელი ამიტომ თუ მანდამაინც გაინტერესებს ჯერ შეიძლება ნორმალურად თავად და არაფერი ესეთი კატასტროფული არ გვჭირს მაგრამ სადარდებელი მაინც ჩვენი სამშობლოა და არა მე რამდენი დღე არის ვერ ხვდები მე 12 დღეა მე 12 დღის ნაშიმშია გავს სამედიცინო კუთხით აქან არ დააყენეს მაგრამ კონტროლის ქვემოთ რაია ექიმებს ვიძახებთ და ჩვენც ყავს მოხალისე ექიმები რომლებიც სოლიდარობას გვიცხადებენ და გვეხმარებიან მაგრამ ყველაფერი ნორმალურად არის აუ ამათ სოფო ჯაფარიძემ თუ უწამლა მე დაერხათ რომ დატოვებს უკბილოდ ვინ სოფო ჯაფარიძემ რა ვიცი რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ ეხა ტყვიაზე წასვლა კაც ეს არ გავს დიდი ფოფხაძე არ ვიცი მართლა რა დეტოქსზე არის რა უნდა რა რჯის რასაკეთებს დეტიე შენადგილას სარიშვილი გახდა ახალი სახე მეგობრებო დაჭერილია და მაიმუნები და სარიშვილი გახდა ქართული ოპოზიციის მიცვალებული დიდი ხანი ადგა და უკვე დადის გავუშვით ირინე გავუშვით
აბა როგორ ირინა ეს ჩემი ბოლოკე აბა დამხობის მცდელობა და ანონსებული დამხობა რითიც დამთავრდა ყველა მოდი მაშინ ეგეც გასაანალიზებელია იმიტომ რომ იმავე აი ამ მშვიდობიან თუ როგორიც იყო დამხობას მცდელობას იმავე ინტერვიუში გუშინ ხალბატონმა სალომემ ურცხვად უწოდა რუსული სპეცოპერაცია ურცხვად და იქ რაღაცა აბსურდული ისინი მოიყვანა რაღაც სასახლე იმიტომ აირჩიეს ზამთრის სასახლე რუსეთთან ასოცირდება უცეცხლი. ნიკა გორამიანაც 2 ოქტომბერს უწოდა სპეცოპერაცია, ხო? არავის არ ურჩევა ამისთვის სპეცოპერაციის წოდება, სხვათა შორის სპეცოპერაციაზე რომ იყოს საუბარი. სპეცოპერაციები კი იცის ხალბატონმა ირინამ რა არის და როგორ ხდება და რამე რო იყოს იცის. არა, გავაჩეროთ ეს ქალი რა თქმა უნდა ნაფტალიდან ამაღებული ადამიანია. მიცვალებული ადგილი, მაგრამ ეს ტენდენცია მე მის შინაარსის განხილვა კი არ მინდა. ეს არის უბრალოდ ტენდენცია, როგორ იღებენ რომელიღაცა სკივრის ფსკერიდან, განჯინის ბოლოდან ჩონჩხებს ნაფტალინს როგორ აწლიან და ხორცის შესხმას როგორ ცდილობენ. აი ბენისიო დელ ტორომ გადაიღო ფრანკენშტეინი. გილერმო დელ ტორო. ხო, ბენისიო დელ ტორო ვინ არის? ხო, გილერმო დელ ტორო. შედევრია ფრანკენშტეინი. ნახე? სუეჟესი. კი ბატონო, ხო და ვიში პილატაჟი. ხო, კარგი ფილმია. კი ბატონო. და აი ნახოთ გამახსენდა რომ ის ძალიან აუ რა ცუდი შედარება გააკეთა. გააცოცხლა. რამე აი ბორის კარლოვის ის რო გეთქო ფრანკენშტეინი კიდე ხო იმენა ეს უესთეტურეს ფრანკენშტეინი იყო. კარგი ფილმია ძალიან. ძალიან კაი ფილმია. მართლაც ხო არ ვლაპარაკობ ირინის მაგივრად. ბიჭო, ანუ ფრანკენშტეინის ახალი სახეა რა, საერთოდ. მე დენიროზე მაგარია. ბევრად. თან რა გამისწორდა იცი? სახეები არ არის ცნობილი, ხო ისეთ? არა, ეგ ის არის რა ქვია. უკვე ცნობილი ელვისი ითამაშა მაგ ბიჭმა მანამდე და რაც თინეიჯერ გოგოების ფავორიტ სერიალში. აი ხო და ამბავი რა და მან ყველაზე მეტად რა გამისწორდა იცი? პირველი პრელუდიას მე ხო არის ვიქტორის პერსპექტივა რა და ბიჭო გემზე რო უცებ გაიჩითება რა და მანდროჭრა არის რა და მონსტრის კრიჩერის პერსპექტივას რო გაჩვენებს რა ცალკე ეგ ხო არც ერთ ფილმში მანამდე არ გაუკეთებია აუ სვეჟესი ხო ძალიან მოკლედ ეგეთი თანაგზნობით სავსე ეგეთი ფილმი იშვიათია დაგვაბრუნა რეალობაში 1 საათის წინ სალომე ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა პოსტი შემდეგი სათაურით რომ დაუსვი კითხვა პრეზიდენტს და მიიღე პასუხები ყოველ პარასკევს Facebook Live-ში. მიხეილ ყაველაშვილს დაუსვითო კითხვა? არა, მე ჩავერთვები ამიერიდან ყოველ პარასკევს პირდაპირ ეთერში, სადაც შეგეძლებათ პრეზიდენტს დაუსვათ შეკითხვა. მე მგონი გავაკეთოთ რუბრიკის მოკლედ ხო, იმიტომ რომ ჩვენ გავუშვით დასაწყისში ქალბატონი დოლიძე, შემდეგ გავუშვით ტაბლიაშვილი, რომლებიც ნუ სიგიჟის ინფორმაცია სულხან საბაგონია თავი, მეორე ციცა დაუსრულებლად მიდის და მიდის სადღაც და ყვება ამას დეტალურად სიზიფე კი ბატონო ძალიან კარგი შედარება სიზიფე ოღონდ აღწერს ყოველად ვულგარული და ესეთი არამხატვრული მეთოდებით და აი ამ ქალბატონს ნამდვილად გონია თავი პრეზიდენტი ვერაჯერებენ რომ არ არის და აი რა მაგარია არაკეთილის მოსულები კიდე უთითილებენ რომ ხარ პრეზიდენტებს სალომე ზურაბიშვილი ხო გაინტერესებს მე სხვა რამე მაინტერესებს თავისივე აზრით როდის გასდის ვადა აგერ ბატონო გაუშვით ველოდებით და ეს დღეც მოვა აუცილებლად და მე ჩემი როლი თავდება, როცა ეს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სამართლიანად და პარლამენტი აირჩევს, თუ არ შეიცვალა ფორმა არჩევნების, აირჩევს ახალ პრეზიდენტს და სამართლიანად ჩატარდება თუ არა, გადაწყვეტს ეს ქალი. ანუ არასოდეს არ დამთავრდება ამის პრეზიდენტობა. ანუ როცა აი, დათო ტურაშვილი საინტერესო რაღაცას ამბობს და გავუშვით. აღარა გულის ბრანჭები? აი ის ქართულ ვაჟკაცებს გაათხოვნო ჯერზედი რა შეურაცხყოფელია ხალხო კაცებს მოგმართავთ რომ იმის დაცვა გჭირდება იმის ხელისუფლების ჩვენი გათხოვება ასე წკიპზია რომ ბირძანებს ევროკავშირი და უნდა გათხოვდეთ მასიურ ხლებს ასე როგორ მოვატყუებინებ ვინოს მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს მილიონზე მეტი ქართველი აი ევროპაში და ამერიკაში ერთი მაგალითი ყველა ოჯახს ყავს ნათესავი ახლობელი ერთი მაგალითი მოყვეს ვინ გამოეკიდენ გასათხოვებლად კაცს ერთი მაგალითი როგორ ვერ ნახეთ კლასიკური გავაჩერეთ muchos primitivos კლასიკური პრიმიტივიზმი მარტივი არის რომ ხო იაზრებს პრიმიტივიზმის საწვევა ადამიანის უფლებებზე და
განსაკუთრებით უმცირესობის სექსუალური უმცირესობის უფლებებზე საუბარი არ არის პირიქით მათი დაცვა საჭირო, მაგრამ როდესაც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ აი ამ რაღაცა გათხოვებად შეფუთულზე, ეს არის ახალი ეს გენდერული ანთროპოლოგია, ახალი ეს პოლიტკორექტობის ტალღა, რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად სქესის შეცვლის ოპერაცია ახლა ბოლო რეგულაციით ევროკავშირის როგორც ამერიკაში იყო, რაც ტრამპმა გააუქმა, ახლა ევროპაში. რაც ნიშნავს იმას, რომ შენ 18 წლამდე სიგარეტის ყიდვის უფლება არ გაქვს, ალკოჰოლის მართვის უფლება ასე შემდეგ, მაგრამ შეგვიძლია სქესი შეიცვალოს. და მშობლები ვერ აგიგზავნა. და ყველაზე მთავარი ის არის, რომ რაღაცა უფრო მნიშვნელოვანია ეს ინტერდისციპლინარული კომისია და იმათმა უნდა მოგცენ თანხმობა ისე რომ არ გააგებინონ სახლში, იმიტომ რომ შეიძლება მათ ჩაერიოს მშობელი და ნეგატიურ ისე ჩაერიოს და შენი თქვაც აი ესეთი საკითხები არის თორე აქ გათხოვება და ესეთი არა ეს აპრიმიტივი სხვა შორის ძალიან ბევრი ქვეყანა, ევროპული ქვეყანა, ევროპული განსაკუთრებით ევროპული წინააღმდეგია ახალი ეგრეთ წოდებული რეგულაციების და ბევრი ევროპული ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაეწერა უკვე რომ ქალია, რასაც თქვენ დასწრით და კაცი ოჯახის განსაზღვრება ოჯახის დეფინიცია ესე ჩაიწერება. და ეს ღადაობს, ხო? ამ ღადაობით ჩვენ რა თქმა უნდა არავის არაფერი არ დააკლდება. ნათელაშვილი, ბიბილაშვილი. მე ვასება ხოლმე ამაში რომ თავს რო ინერვიულებს, რომ აი ვითომ ისეთი ცუდი მდგომარეობა არის, რომ აი ამაზე ამ ესეთ მღელვარების გარეშე არ შეიძლება საუბარი. მე აი რატო არ მევასება. ზუსტად იგივე აფერიზმი დადგა 2012-ში. კი. რუსთაველზე რომ მუშაობდა, იმენა ნაც პროპაგანდის რუპორში რო იჯდა და წინასწარ განხილავდა. ნაცების თავარ არ ხმარო არ მოუღია და ის რო გამოვარდა, რა ქვია, ციხის კადრები და აი იქ რო ვითომ ვეღარ მოითმინა რა. ნაცების თავარ არხზე. კი ბატონო, გაუშვება შალვა ნათელაშვილი. ეს არის ტალღა, რომელიც რეჟიმს აუცილებლად წალეგავს. ეხლა თავარია მეგობრებო, რომ ჩვენ პროტესტის შიგნით არ გავაჩეროთ და სანქციები დავაგვირგვინოთ. სანქციებზე პასუხისმგებელი არის ლეიბორისტული პარტია და თქვენი მონამორჩილი, როგორც შეგვიძლია ეს ასე იქნება. გამოვნახოთ ყოველ დღე რუსთაველისათვის რამდენიმე წუთი რომ გავიდე და სოფლი უყურებს ეხლა რუსთაველს. ეხლა იმდენ ტერორისტული და დიქტატორული რეჟიმი ეს იგი მსოფლიო უყურებს არა რუსეთ-უკრაინის ომს, არა ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებს, არა ღაზას სექტორისაც ისრაელი კვლავ თავს ესხმის, ხო, იქ აფეთქებს. სხვათა შორის. არა ამერიკა-ჩინეთის ზოგადად ურთიერთობებს და აი რა ხდება. არა იმინა რუსთავ. და საქართველოს კი არა, რუსთავ. და სხვა შორის რუსთაველის ერთმონაკვეთს. კლია რუსთავის კი არა. იმინა MSNBC-ზე არის უწყვეტ ლაივში სულ ერთი ფანჯარა. ყველგან ეგრეა. ყველგან ეგრეა ალ-ჯაზირა ის. ნუ ერთი კარგი თქვა, რომ მე ვარ ვატვიჩაი სანქციებზე, ზოგი 100%-იანი ისეაც ვიცოდით, მაგრამ არ იქნება არა. ეს და ის ნაცსავ ჭიჭკინათელზე. ჭიჭკინათელზე, აუ ეს ძალიან მაგარი კაცი. ეგენი ერთად რო გაუშვა, ახლა ყველაფერს გააგებინებენ თან სოფლიოს. კაი, დაზა ბიბილაშვილი ძახის რომ პარტიული ბრძოლა აღარაა და ეროვნული ბრძოლაა. და სხვა შორის ეროვნულ ბრძოლასთან გამახსენდა. აი არაბიზაციის მოწინააღმდეგეები და ნაცები, ლიბერალები, როდის შეერთდებიან ერთმანეთთან? არაბიზაციის მომგონები? ხო, არაბიზაციის მოწინააღმდეგეები ჭალებში. ხო, არ ვის მოიგონა. ვინც მოიგონა, რომ ეს არაბიზაცია. მოგონილ პრობლემას რო ებო. ხო, რა თქმა უნდა, კაცო. და ნაცები, ლიბერალები, როდის ერთობლივ აქციას როდის ჩაატარებენ? მალე. მეტა გუმანი. შენ როგორ ფიქრობ ჩაატარებენ? მე მგონი შეუერთდება. არა, მე აი რეალურად ის კონსერვატიული ხაზი, რომელიც ამას თქვათ ახმოვანებს არ ამგონია ხო სერიოზულად თუ ამბობთ რომ ნაცებთან უყურე როგორ არის შენ არ შეუერთდი რეალური საკითხი ის არის რომ ალბათ რაღაცა ინტერესები აქვთ კი ბატონო რატომაც არა ის ხალხი ვინც ამას აპროტესტებს არაბიზაციის მოწინააღმდეგე ხალხებში ხო იმიტომ რომ რაღაც ელოდებიან ან ესე იმიტომ რომ არაბიზაციის პრობლემას მე ვერ ხედავ თქოს მაგრამ ნუ მაგას თავი დავალებოთ მე მგონი აქეთ ხალხი ნაცები იქეთ ხალხი და სხვა შორის თუ დააგვირდა ეს მაჩალიკაშვილი იმენა გალიმი ნაცები ხო ორივე კი ასპარეზზე იგივე რიტორიკაზე არიან და ხო და მე რა ნუ ლელომ ხო
ლელო, აჰა ძმაო, აგერ ხო თქვა ხაზარაზე. რო ეხო ნამახვანის დროსაც ეგრე იყო. ხო და ლელო რომელიც ჰიპერსენსიტიურია რაღაცა ქსენოფობიურ დისკურსზე და ესეც აკითხებზე და ასე შემდეგ, ხო? გირჩმაც ის გააძრო დაჟერო, როგორ შეიძლება ამ ინვესტიციას სერიოზულად მიუდგეთ, ან გირჩმა დაგმო უცხოური ინვესტიცია. აბა გირჩმა რომლის საკვან ჩვენ დავაციეთ. რომლის იდეოლოგიას და ვაფშე არა თუ გირჩმა, იაგოს გირჩმა. ანუ რომლის იდეოლოგიაც კი არა, საკრალური იდეოლოგია, ანუ რომლის ბაზარი დაარეგულირება. სალოცავი ალბათ რაღაცა არის ინვესტიცია, განსაკუთრებით უცხოური ინვესტიცია, რომელსაც არც წარმომავლობა აქვს, არც ეთნიკური, არც რელიგიური, არანაირი საერთოდ. ყველა ამაზე როგორ არის გაბრაზებული? ყველა რაღაცას ელოდება. არა, ყველა რაღაცა თავისი მით არის. რა ესე იგი ინტერესი. აბსურდს ხვდები, რომ ლიბერტარიანელებისგან გვიწევს კაპიტალიზმი დავიცვათ რა ხდება ბიჭო. ხო და ძალიან მაგარია. ბოკერია გაუჩნდა. სააღო. ვიღაცა თუ რამე უპასუხისგებლობას წამოიწყებს, როგორც 4 ოქტომბრის ავანტურა იყო, თუნდაც წრფელი გულით, ნაწილი მაინც, ხო? აი ხედავ როგორ იმასაა მანევრი და ადამიანების გულის მოგებას ეცდება, ვინც აი ამ არგუმენტებით შეშფოთებული რაც აბსოლუტურად გასაგებია. ეხა იქ ერთიანობა ვერ გვექნება, იმიტომ რომ უპასუხისგებლობა. ხო, სადაც ერთიანობა შესაძლებელი იყო, მაგალითად იმ ფორმატში, სადაც პრეზიდენტ ზურაბიშვილი იყო. იქ სამწუხაროდ სწორედ ის პარტიები, ვინც ერთიანობისკენ ეხლა მოგვეწოდებდნენ, იყვნენ მებაირახტრები ამის დარღვევის. და ზოგადად როცა საუბრობენ რომ მოდი შევჯერდეთ რომ განსხვავებულები ვართ, ეხლა ისე საუბრობენ თითქოს ეხლა ლელოს კამპანია არ იყოს, რომ რუსული სპეცოპერაცია იყო თურმე კომას ბოიკოტი. ეს რა სუბუქი ბრალდებაა? თუ საპირისპირო რუსულ სპეცოპერაციას არა გავიგე მონაწილეობას არა ონ ჩვენთან ივანიშვილის სპეცოპერაცია არის აი გავაჩერე მომიშლე უკვე რა არა მართლა აღარ დავაკომენტაროთ არა ვერ გავიგე რა საბუთ რა უნდა ვერ გავიგე არ დავაკომენტაროთ არ დავაკომენტაროთ აუ სიგი გიახუხაშვილი ამბობს საინტერესო იმიტომ რომ მისი სოციოლოგია არა. ეგ გილაკი უნდა გავაზროთ, მე რო არ მომიწიოს გაკეთება რა, დავაჭეროთ და იქნება რა. ის ზარები რო იყო, არის კიდე ეგ ზარი? ი როგორ არ იქნება ეს? ჩიტის ზარი. ჩიტის ზარი, ხო, გავშტი შეიძლება. კი, შეფერთხილია, მაგრამ მაინც დომინანტურია, ხო? ანუ პროტესტი ძალიან მაღალია. ну minimum 60-65% პროევროპული განწყობებია მიუხედავად ამ deep state-ის და აი ამ ესე რომ ვთქვათ აბსოლუტურად აღვირახსნილი პროპაგანდისა, ხო? ჯერჯერობით ეს სურათია. და ამას უნდა კაპიტალიზაცია, კონსოლიდაცია უნდა და კონსოლიდაციას არმიის, ხო, დიდი არმიის კონსოლიდაციას ჭირდება სარდლობა. სარდლობის გარეშე თქვენ გინახავთ რომელიმე არმია რომ ომი მოეგოს კაცო. ეს სად არის ეს? სარდლობა არ გვევალ სარდალია ესა? ეს ვინ არის? ეს ვინც არის? არ შეიძლება მეთ ეს ხოლმე ამ თელ ოპოზიციურ ფლანგზე არ ვიცი. არის თავის რა წარმოდგება? ბძენი კინელოკო? არა, ეს არის. რომელიც რაღაც შევს იზრდება. ეს არის მაღლიდან, ანალიტიკური პოზიციიდან აფასებს და შენ მადლიერი უნდა იყო რომ მან ეს მოვლენა შეაფასა და შენ წილად ხვდა. შენ წილად ხვდა რომ ეს მოისმინო ეს ყველაფერი. ხო და რამდენი შეცდომა ამ პროგნოზში დაუშვა, იმდენი ლარი მე რა. არა ზოგადად თავიდან ბოლომდე ყველაფერს იტყუება, ყველა არის ძალიან ისეთი აღვირახსნილი ინტელექტუალური ყაბზობა. იმიტომ რომ საერთოდ ხო ინტელექტუალური ფაღარათიც ეს ცნობილი ესა. მაგრამ ამათ შემთხვევაში ინტელექტუალური ყაბზობა არის, იმიტომ რომ იმ იდიოტიზმის ჭალსაც ვეღარ უშვებენ, რაც მაგალითად დიდი ხნის მანძილზე სანამ გვარამია ედგა ხოლმე პროპაგანდას სათავეში მანამდე სუფევდა რა. ანუ ეხლა არის ბიჭო, ანუ ისეთი შეკავებული მდგომარეობა ამათ ინტელექტთან, ანუ სიგიჟეშიც ვეღარ გაგვარამია. გვარამია ხო გაიყვანეს დაკითხვაზე მე მგონი, ახალ საქმესთან დაკავშირებით, ხო. ნუ ეგ მაგალითად კიდე წილელით სასიამოვნო მოგზაურობა ციხეში. აი ამ სამშობლოს ღალატისთვის მე ესე ვიტყოდი. გვარამს რამდენი უწევს? ეხლა წესით იმ 6 თვე რო გავა უნდა გამოსულიყო, მაგრამ ის არის რა. აუ, გატრელებს. არა, ნუ იქ უნდა დაკონკრეტდეს ეხლა და ბრალი კონკრეტულად. ცხადია რაშიც არის საქმე, კაცო, თვითონაც სხვათა შორის არ უარყოფენ იმას, რომ ამ დანაშაულს ჩადენენ, როგორც მათთვის ეს დანაშაული არ არის. აი მაგალითად, რომ მუშაობ იმაზე, თან ჩანაწერებში ხო ჩანს, რომ აწვდი ინფორმაციას და ეს ინფორმაცია იმიტომ სულ თან ცალმხრივს,
რომ შენ სანქცია დაგადონ, ეს თურმე არ ყოფილა უცხო დავასთან თანამშრომლობა. არ მან თავარი არის რომ ეს მიწოდებული ინფორმაცია არის სრულად სიცრუე, ან იმდენად манипуლირებული, რომ ავტომატურად გადადის სიცრუის კატეგორიაში. აქ რო ჩვენ საუბარი გქონდეს იმაზე, რომ რაღაცა ფაქტობრივ გარემოებებთან სიახლოვეს არა ძალიან განდრიდებულია, ის სიახლოვეს მაინც არის რა ტიპის დანოსების აქედან გადის ამათი ხელით და პირით. მაშინ კიდე სხვანაირად იქნებოდა რა სასაუბრო ამ თემაზე, მაგრამ ტიპები მთელი ამდენი წლის განმავლობაში მიზან მიმართული ტყუილების კრებსებით დადიოდნენ და ეგ კრებსები ხო არა მარტო იმას არ აზიანებდა რა ქვია ვიღაც ინდივიდუალურ ქართული ოცნების წარმომადგენლებს, ქვეყანას უქმნიდა ეგ პრობლემას. ქვეყანას როგორც ინვესტიციის შემოდინების მხრივ, ქვეყანას როგორც რა ქვია დამოკიდებულების მხრივ, სხვადასხვა ევროპული ინსტიტუციებიდან, ქვეყანას როგორც სტაბილურობის მხრივ, ქვეყანას როგორც შიგნით არსებული მის მართვის ხალხის მოტყუების იარაღი თავიდან ბოლომდე არის ამათი ეს დანოსები. რო გამოდიან ის ვიღაც ევრობიუროკრატები და ჯო უილსონები, ვიზზე დაყნობით გელაპარაკებიან მაქსიგიჟეს. მეგობრებო, ეხლა ერთი კითხვა მინდა დავსვა. კუჩის გადაკეტვის პირველი მცდელობა ეს არის ადმინისტრაციული პატიმრობა და შემდეგ უკვე სისხლის სამართლი და სისხლის სამართლზე არავინ არ წასულა, ხო? ანუ ზომა ეფექტურია. ხო, ამას კითხულობ თუ რიტორიკულად? არა, მე ვიცი ზუსტად. ხო, მე არ ვიცი, მაგრამ არა, ეგრე არის და არავინ სისხლის სამართლზე. ხო, ჯერჯერობით როგორც ეს აღმოჩნდა ფეკალური მასა ეგრე არ ვდუხთ როგორც ჩანს ესე იგი რომ აღმოჩნდა თვალჩეს ეგ გამსახურდია იყო გოგონა ჩემი თაობის ჩემზე და პატრონ თაობის გოგონა რომელიც წავიდა იმაზე რომ ადმინისტრაციულად დაისაჯა და მე ვიდეოც ვნახე რომ მე გიჟი არა ვარ მე არ მეშინიაო მაგრამ გიჟი კი არა ვარ გადავიდე და ციხეში წავიდე გზის გადაკეტვის გამო ანუ მუშაობს სამწუხაროდ ევრიკა ანუ ცუდი რა არის იცი რომ შეგონებაზე მეტად დათაზე ხარ ბიჭო ღვთებისად გაუნდათ და არა ის შეგონებაზე მეტად შიში რომ მუშაობს ეს არის ძალიან სავალალო მაგრამ ხან შეგონებით ხან იმიტომ რაციონალობიდან გადასულია ბიჭო ეს ყველაფერი სამყარო არის მეგობრებო ძალიან შეცვლილი რა ყველაფერი ისი არ არის როგორც თქვენ ლიბერალებს გონებთ ლიბერალური დემოკრატია მოკვდა ამერიკაში მაგალითად მოგილოცავთ შატდაუნი დასრულდა ყველაზე დიდი შატდაუნი ამერიკის ისტორიაში. როცა როგორც იქნა და ამტკიცებენ ახლა ბიუჯეტს. კარენოი ნიუ-იორკელ მერს რა კარენოი ნიუ-იორკელი მერი გახდა 2018-ში მიიღო მოქალაქეობა. აუ ტრამპა რა მაგარი ის გამოსცა ნახეთ? ამერიკაში შესulis კრიტერიუმებში? რა. ობესიტი ჩაიწერა ბიჭო და ის დაავადებები სხვადასხვა რა ანუ ობესიტი ხო სუკან ადამიანზე შეიძლება სიმსუქნის გამო ამერიკაში აღარ შეუშვა რა ტიპები ძალიან მაგარია face control-ი რა face control მაგრამ მაგას გაასაჩივრებენ სასამართლოში მე ხო იმაზე იმასქნა კიდე და უარი უთხრა სასამართლომ რაზე same sex marriage-ის გაუქმებაზე უთხრა ხო ახსნას უზენაესი რას ეტყვის მაგის ხალხია იქ ნახოთ მეგობრებო ამერიკაში არის ხო და რატო გამახსენდა ეჭვი ახლა მთელი სოფლიოს უძლება აქეთ არის მოპრობილო ის იდიოტი რო ამბობს ებიჭ გადართე MSNBC-ზე და ნახავ რომ ფოტოჩკა არის რუსთაველის იქ სოფლიო ძალიან დინამიურად იცვლება და ჩორტიოზნაირად რა მოხდება მეგობრებო მართლა არავინ არ იცის აგერ სირიის პრეზიდენტი ხო ამერიკის კალათბურთს ამაშობს ხო და ხო აი მე ეგა კომენტარი უნდა იყოს ხო ნუ აი უხერხულია რაღაცა რომ ესეთ რაღაცა მოხდა ხვდები ანუ ადამიანი რომელიც ასაკეთებდა ვიცით როდის წამოიღეს FBI-დან რა მეგონა ერთიც არა მოსული იყო უკვე მაგრამ ნუ მალე ნუ აი ხა არა ეხა მოიღეს რაღაც სანქციები მოხსნეს ეხლა რა კიდე რა და რა სასტავი იქნებოდა ხო ხვდები მართლა ხოდა რომელმაც მოკლედ რა ნუ ხო ნახოთ რა იქნება მეგობრებო კარგად გზანდებათ ჩვენ თქვენს ხვალ შეხვდებით ხვალამდე არგი ნახე კი უყურე კლასი გადაღებული